მოგესალმებით მეგობრებო, კაიხანი არ გვისაუბრია ამ page-ზე, ამ გვერდზე რეიკის ჯგუფში. შესაბამისად, მინდა განვაახლოთ ჩვენი ურთიერთობა ამ ფორმატში და დღეს მინდა გაგიზიაროთ ძალიან სასარგებლო ტექნიკა, რომელიც მოგცემს საშუალებას გათავისუფლდეთ აგრესიის ენერგიისგან. რატო მნიშვნელოვანი გათავისუფლდეთ აგრესიის ენერგიისგან? ზუსტად იმიტომ, რომ ერთ-ერთი კანონზომიერება, რომელიც ასე ვთქვათ, სულიერ რეალობაში მოქმედებს, ეს არის ის, რომ მსგავსი იზიდავს მსგავს. იმიტომ რომ მატერიალურ რეალობაში მაგალითად სხვანაირად არის, ხო, პლუსი იზიდავს მინუსს. მსგავსებები პირიქით განერიდებიან ერთმანეთს. ეს კანონზომიერება, რომ მსგავსი იზიდავს მსგავს, არის სულიერი და ენერგეტიკული რეალობისთვის დამახასიათებელი მხოლოდ. ხო და აგრესიის ენერგია ეს არის მაგალითად კონფლიქტების ენერგია. ხო, აქვე უნდა ვთქვათ, რომ არსებობს სასარგებლო აგრესიის ენერგია და უსარგებლო აგრესიის ენერგია, ამ პირიქით ამანგრეველი და დესტრუქციული. საკუთარ ბავშვს, როდესაც უყვირი ხარ, ხო, მაგალითად, როდესაც ემოციური აგრესიის მსხვერპლი ხდება შენი შვილი, ეს არის აგრესიის როგორც მინიმუმ არაკონსტრუქციული გამოვლინება. აგრესიის კონსტრუქციული გამოვლინება არის მაგალითად ამბიციურობა, გამარჯვებისკენ ლტოლვა, ჯანსაღი კონკურენციის უნარი და ასე შემდეგ. ხო და იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ არასასარგებლო აგრესიისგან, იმისთვის, რომ არ ვიზიდავდეთ მარტივად რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, სულიერი და ენერგეტიკული რეალობის ფენომენებს, რომლებიც შემდეგ მატერიალურ რეალობაში წარმოქმნიან ჩვენ ცხოვრებაში კონფლიქტებს, ასე ვთქვათ, იმედგაცრუებებს, ფრუსტრაციულ სიტუაციებს, სადაც იძულებული ვიქნებით, რომ ზუსტად აგრესიული ენერგია გამოვხატოთ, ან სხვებისგან მივიღოთ ეს აგრესიული ენერგია, იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ყველაფერ ამას ავარიდოთ თავი, უნდა მივყვეთ რეიკის პირველ პრინციპს, რომელიც ჟღერს ასე. დღეს მე არ ვბრაზობ, ხო? ანუ დღეს არ ვარ აგრესიული. პარტივია სათქმელად და მიდიდან უგაბრაზდები, როდესაც ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი გაგიჟებენ ზუსტად შენ. რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, ხო? როგორ მოვიქცეთ? იმიტომ რომ ერთი არის პრინციპის თეორიული ცოდნა, მეორე არის, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე ძალდატანება და აგრესიის დათრგუნვა და მესამე არის ის ეკოლოგიური გზა, რომელიც ზუსტად რეიკის ინსტრუმენტების გამოყენებით გვაძლევს საშუალებას გავთავისუფლდეთ აგრესიული ენერგიისგან და ცოტა ხანში შევამჩნევთ, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ნაკლებად ჩნდება აგრესიული ადამიანები, აგრესიული სიტუაციები, გვექნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აი გეგონება ეს ყველაფერი ხდება რაღაცა სხვა რეალობაში, თუმცა შეიძლება ერთ და იმავე სადარბაზოში ვცხოვრობდეთ ჩვენ და ადამიანი, ვის ცხოვრებაც ამოტენილია აგრესიული ენერგიით. ნუ გარდა ამისა, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგრესიული ინფორმაციით დამუხტული ენერგია, ასე ვთქვათ, ძალიან გემრიელი საკვებია სხვა სულიერი სამყაროს ფენომენებისთვის, რომლებისთვისაც შენ ხდები უბრალოდ საკვები, თუ ხარ ამოტენილი აი ამ აგრესიული ენერგიით. გამგებმა გაიგოს, მოდით ესე ვთქვათ, რამდენად აღქმადი იქნება ეს ჩემი ბოლო სენტენცია, რომელიც იცის, იქნება აღქმადი გადასაღები, არ იქნება და რა ვქნათ. ესე იგი, ესე იყო საჭირო ამ ეტაპს. ხო და გადავიდეთ უშუალოდ პრაქტიკულ ნაწილზე, როგორ გათავისუფლდეთ აგრესიული ენერგიისგან, ხო? კეთდება ეს შემდეგნაირად. ესე იგი, ამისთვის უნდა ჩავატაროთ, როგორც მინიმუმ 9 სეანსი, ხო, 9 დღიანი ციკლი. შეიძლება ეს იყოს 9 დღე, შეიძლება ეს იყოს 9, ასე ვთქვათ, მეცადინეობა 9 სეანსი საკუთარ თავზე მუშაობის, ან შეიძლება ანალოგიური, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები გამოვიყენოთ სხვა ადამიანებს. შესაბამისად, რას ვაკეთებთ? პირველი 5 დღე უნდა დაუთმოთ ჩვენი აგრესიის ჭეშმარიტი მიზეზების გაცნობიერებას და განეიტრალებას.
როგორ კეთდება ეს ამბავი? ესე იგი, უხმობთ რეიკის იმ საფეხურის თანახმად, რომლის ინიციაციაც გვაქვს, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე და ინტენციას, ანუ მიზანს ვაყალიბებთ შემდეგნაირად, რომ მე ვუხმობ რეიკის ენერგიას იმისათვის, რომ მან გამაცნობიერებინოს ჩემი ბრაზის, მაგალითად უკმაყოფილების, აგრესიის, ფრუსტრაციის და სხვა აგრესიის, სხვა არასასარგებლო გამოვლინებების ჭეშმარიტი მიზეზები. შემდეგ რას ვაკეთებთ? ეს როცა ვთქვით, შემდეგ 5 წუთი დავიმახსოვროთ ეს ჩვეულებრივი სტანდარტული პროტოკოლის განსხვავებით, სადაც მუშაობთ 3 წუთი თითო პოზიციაზე, 5 წუთი მუშაობთ, ასე ვთქვათ, გარკვეულ წერტილებს, ხო? პირველი პოზიცია ეს არის ჭიპის ქვემოთ. არე, მუცლის ქვედა არე, საზარდულის არე. ესე იგი, პირველი 5 წუთი გვიჭირავს ხელები ამ პოზიციაზე. თვალები დახუჭული გვაქვს და უბრალოდ ვადევნებთ თვალყურს, რა ემოციები, რა აზრები, რა მოგონებები, რა ადამიანები, საერთოდ რა მოვა გონებაში და გარწმუნებთ, რომ აი ამ სეანსის კეთების დროს მიხვდებით, ასე ვთქვათ, მოვა გაცნობიერება იმისა, თუ რაში მდგომარეობდა თქვენი ბრაზის ჭეშმარიტი მიზეზი. ესე იგი, პირველი პოზიცია არის საზარდულის არე. მეორე პოზიცია ეს არის წელის ქვემოთ, კუდუსუნის მიდამოებში, აქაც 5 წუთი. ეს არის მეორე პოზიცია. მესამე პოზიცია, ესე იგი, ერთი ფეხი, ბოდიში ერთი ხელი გვიდევს მუხლზე, მეორე ხელი გვიდევს კოჭზე. ხო? ფეხზე. ანუ ორი წერტილი. აქაც, ასე ვთქვათ, 5 წუთი გვიჭირავს. შემდეგ მეორე ფეხზე ვაკეთებთ იგივეს, ხო? მუხლი და კოჭი. და ბოლოს ფეხის ტერფი და მეორე ფეხის ტერფი. სულ გამოგვივა 6 პოზიცია. ანუ საზარდული, კუდუსუნი, მუხლი, კოჭი, ფეხის ტერფი. 5 წუთი მუშაობთ აი ამ პოზიციაზე და აი ესე ვაგრძელებთ 5 დღის განმავლობაში მუშაობას. ვადევნებთ თვალყურს ამ დროს. აზრებს, რომლებიც მოგვდის, გაცნობიერებებს, რომლებიც ხდება, ინსაიტებს. ვადევნებთ თვალყურს ასევე ადამიანების რეაქციას, ასე ვთქვათ, ჩვენს გარშემო, რა მოვლენები ხდება ჩვენს გარშემო ამ დროს. სიზმრებია ძალიან ინფორმატიული ხანდახან ამ პერიოდში და ყველაფერს საბოლოო ჯამში აი 5 დღის განმავლობაში, ხო? აი 5 დღის თავზე ვაკეთებთ დასკვნას, რომ რაში მდგომარეობდა სინამდვილეში შენი ბრაზის და აგრესიის მიზეზები. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცა ისეთი კონკრეტული გაცნობიერებული ფაქტორი არ გაჩნდეს ფეხსიერებაში, ბოდიში ცნობიერებაში. მაგრამ მიხვდე, რომ ბევრმა პატარ-პატარა რაღაცამ, ხო, შექმნა ეს საბოლოო ჯამში განზოგადებული აგრესიული მუხტი. პირველი 5 დღე გავაკეთეთ ესეთი ფორმატი, ანუ მუშაობთ მიზეზის გაცნობიერებაზე. შემდეგ 4 დღე მივაყოლეთ კიდევ 4 სეანსი, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე და ამ დროს მუშაობთ როგორ? პოზიციები იგივეა აბსოლუტურად, საზარდული, კუდუსუნი, მუხლი, კოჭი, ფეხის ტერფი, 5 წუთი. ოღონდ განსხვავებაა ამ შემთხვევაში მიზანში, ხო? ანუ მიზანს როგორ ვაყალიბებთ? ვუხმობთ რეიკის ენერგიას იმისთვის, რომ მან გაგვათავისუფლოს არასასარგებლო აგრესიული ენერგიისგან. და ვაკეთებთ აბსოლუტურად იგივე პოზიციებზე მიგვაქვს ენერგია, ასე ვთქვათ. აი ეს ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ აგრესიული ენერგიისგან, ბრაზისგან, ფრუსტრაციისგან და რაც საინტერესოა, თუ დააგვერდით, მთელი ეს ენერგია კონცენტრირდება ფეხებში. ხო? ეს არის პირველი ჩაკრა, მარტივად რომ ვთქვათ, და ფეხები. ფეხებს ასევე უკავშირდება ჩვენი წინსვლის ასე ვთქვათ, ფუნქცია, ხო? როგორც ფიზიკურად, ასევე მეტაფიზიკურად. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ამ შემთხვევაში ფეხები იქცა აგრესიის მუხტების გადამცემ, ასე ვთქვათ, არეთ. შესაბამისად, ჩვენი წინსვლა, ხო, იქნება დატვირთული სხვა ტიპის აგრესიული ადამიანებით ან მოვლენებით.
გემოვნების ამბავია, თუ გნებავთ შეგიძლიათ განაგრძოთ ასე, ან შეგიძლიათ მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, შეიმსუბუქოთ წინსვლა, დააჩქაროთ მისი ტემპები, იმისთვის რომ, ასე ვთქვათ, ფეხები გადაიქცეს მაღალ ვიბრაციული ენერგიის გადაცემის და მიღების საშუალებად. აი, ესეთი მარტივი გზა, როგორ შეიძლება გავატაროთ ცხოვრებაში რეიკის პირველი პრინციპი, რომელიც ხედავს ასე, რომ დღესდღეობით მე არ ვრაზობ. მომდევნო დღეებში შემოგთავაზებთ რეიკის პრინციპების, ასე ვთქვათ, რეიკის პრინციპებზე მუშაობის სხვა გზებს, სხვა მეთოდებს, მაგალითად, როგორ განთავისუფლდეთ შფოთისგან, როგორ განთავისუფლდეთ შიშებისგან, როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარი ქმედითობა, კრეატიულობა, არა მარტო მექანიკური სხეულის მოძრაობები, ხომ, არამედ ასე ვთქვათ, შედეგიანობის შექმნის გზები და ჩვენი უნარი და ბევრი სხვა რამ კიდევ. ასე დაამგვარად, თუ გაქვს რაიმე შეკითხვები, დავწეროთ კომენტარებში და აუცილებლად გიპასუხებთ ამ ტექნიკასთან დაკავშირებით, ან სხვა რამეებთან დაკავშირებით რეიკის კონტექსტში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვაახლებთ რეიკის სემინარებს, რეიკის ინიციაციებს, კერძოდ 27-28 ოქტომბერს იქნება რეიკის მეორე საფეხურის ტრენინგი, საღამოობით 7 საათზე, 3 საათიანი საღამოები გვექნება 2 ცალი. 27-ში და 28-ში ეს იქნება მეორე საფეხური რეიკის. მათთვის, ვისაც აქვს პირველი და მეორე და გსურთ მესამე, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ რეიკის პირველი და მეორე საფეხური, ეს არის თერაპიული საფეხურები, მესამედან იწყება სულიერი განვითარების, ასე ვთქვათ, და საკუთარი პოტენციალის გახსნის და გაძლიერების ტექნოლოგიები, მიდგომები. მათთვის, ვისაც გსურთ ოსტატის საფეხური, ეს არის 3 და 4 ნოემბერი, ასევე საღამოს 7 საათზე. 7-დან 10-მდე გამოვა, 3 საათი. შემდეგ, რეიკის პირველი საფეხური, მათთვის, ვისაც გსურდათ და ელოდით ამ ამბავს, რეიკის პირველ საფეხურს ჩავატარებთ 10 და 11 ნოემბერს, ან ჯერ იქნება მეორე, მერე მესამე, მერე პირველი. ასევე საღამოს 7 საათზე 2 საღამოს განმავლობაში. ტრადიციულად გვექნება ინიციაცია, პრაქტიკა, ტექნიკები და ბევრი განახლებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ენერგეტიკულ და მეტაფიზიკურ კონტექსტში ამჟამად ჩვენ პლანეტაზე. ასე დაამგვარად. შეიძლება 1-10-მდე დავწეროთ ციფრი, რამდენად დროული და სასარგებლო და აქტუალური იყო ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს მოგეცით, ეს სავარჯიშო, ეს ტექნიკა და თუ შეკითხვები არ გაქვთ, პრინციპში შეგვიძლია დავიმშვიდობოთ ერთმანეთს. მათთვის, ვისაც გსურთ მონაწილეობა სემინარებში, ამის შესახებ შეიძლება აი ამ პეიჯის პირადში მომწერეთ. ასევე დამატებითად ამ დღეებში დაიდება შესაბამისად ანონსი. კეთილი და პატიოსანი. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გასაგებია, რაც არის გასაგები, შემდეგ კომენტარებში შეგიძლიათ დამისვათ ეს შეკითხვა და გაგცემთ პასუხს. აბა, გემშვიდობებით მაშინ და მომავალ შეხვედრამდე.